აი ჰერბიდან გამოვიწერე რაღაცეები და მივდივარ ახლა რომ ავიღო ჩემი ამანათი, რომელიც გუშინ მომივიდა მესიჯი რომ ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, მე გავხსნი და გაჩვენებთ. რა საკვირველია. ეს უბანი მომწონს ყველაზე მეტად ძვირ ტაიმში. თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, მაინც და მაინც არ და ძალაბაზე ახალი უბანი. გაჩვენებ სადღოდის ხოლმე ჩემი ამანათები, შესაძლოა 100-დან, ASOS-დან, თუ რაც ქვია, როგორც ეძახით. და აი ჰერბიდან. ამ ბლოკერებში. მეორეში მოსულა. ეს არის ტანის სკრაბი. აი ესეთი სილიკონის. პირველად ვიყიდე სილიკონის და აბა ვნახოთ როგორ გამომადგება. ეს არის სახის კრემი Eucerin. არ ვიცი, ალბათ სწორად არ ვამბობ. ეს არის ღამის კრემი. ძალიან აქებენ. რეტინოლით არის. ეს ამ ბრენდზე ვარ შეყვარებული. ეს არის კორეული ბრენდი. ეს არის მე მგონი ტონერი, ხო? აი ტონერია. მოდი ნახოთ აბა შეგიძლიათ როგორია. აი ამ ტონერსაც ძალიან აქებენ. იოფი. ეს ძანუა. ეს დოქტორ ალთეა. თვალის კრემი, რომელსაც აი ამ დოქტორ ალთეასი არის სახის კრემი, ძალიან კარგი დღის და იმას ველოდები, მე მგონი აღარ იყო მარაგში და ვერ შევიძინე და როცა დაემატება აუცილებლად ვიყიდი. ეს არის. ხო ეს სახის გამოვაყოლე ნიღაბი ხურდაში. და ეს არის pimple patch-ები. გამონაყარზე და ეს ამას ვყიდობ ხოლმე სულ ძალიან მომწონს, საკმაყოფილი ვარ და შევიძინე ახლაც დიდი ხანია დამიმთავრდა და მაინც არ მაქვს ხოლმე გამონაყარი სახეზე, მაგრამ როცა მაქვს მაშინვე ამას მივმართავ ხოლმე და მე ამაზე ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ბრენდის, თუმცა არის კიდევ ძალიან დიდი არჩევანი აი ჰერბზე ზოგადად რაღაცების. მორჩა მეტი არაფერი არ შევიძენია. ეს იყოს ესე. სამოა. მორჩა. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ მივდივართ ხაიფაში ორის მშობლებთან. ძალიან დიდი ხანია არ ყოფილვართ ხაიფაში. მე მგონი ბოლოს როცა ვიყავით ხაიფაში, ვლოგი მაქვს მაგაზე გადაღებული ეს იყო. პესახზე მე მგონი ღმერთო სირცული და თავის მოჭრა. არა, მაგრამ ჩამოდიან ხოლმე ისინი ხშირად გწუმრობენ, ამიტომ არ გეგონოთ რომ ესე იშვიათად ნახულობთ ერთმანეთს. მაშინ როცა ხაიფაში ვიყავი, ბევრმა მომწერა რომ რა არისო ესო არ გვეყო და აი დღეს მაქსიმალურად შევეცდები რომ კარგად გადავიღო ყველაფერი, თუმცა ეს ჩვენი უბრალოდ ოჯახური შეკრება იქნებიან ორის მშობლები რა თქმა უნდა და ორის დადა მისი მეუღლე. წინა ვლოგში დაგვირდით რომ გაგიზიარებდით კიდევ ერთ საჩუქარს, რომელიც მივიღე დაბადების დღეზე. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ვფიქრობდი ანუ მჭირდება, არ მჭირდება, რამდენად გამოვიყენებ და ასე შემდეგ. მაგრამ არ ვიცი, ბევრი გამოკვლევის და კვლევის და გამოკითხვის შემდეგ მაინც მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ნივთი უნდა მეყიდა და აბა თუ გამოიცნობთ რა არის. ეს არის DJI Osmo Pocket 3. ანუ აი არ ვიცი, ეხლა სწორედ მაგით ვიღებ. თან ყველაზე მეტად რას მომწონს ის არის, რომ აი ტელეფონის ეკრანზე შეგიძლია რომ აპლიკაციით დააკავშირო Osmo ტელეფონზე და ეხლა ტელეფონში ვხედავ ზუსტად
ჩემს თავს და რა კადრი ჩანს და როგორ და ეს არ ვიცი, ეს არის ძალიან მაგარი, ძალიან მომწონს. მე მგონი არ იყო ცუდი გადაწყვეტილება. მე არ შემიძენია Creative Combo, იმიტომ რომ ჩავთვალე რომ არ მჭირდებოდა მე პირადად, იმიტომ რომ მქონდა მიკროფონით და სტენდით. ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩვეულებრივი სრულად საკმარისი იქნებოდა ჩემთვის და მე მგონი არ შევჭდი, მაგრამ ვისაც მიკროფონი არ აქვს და ეს სტენდით, ჩემი აზრით Creative Combo ჯობია ამ შემთხვევაში. ერთადერთი რაც არ ვიცოდი და მხოლოდ როცა გავერკვიე რა, ანუ როცა ვკითხულობდი ოზმოს შესახებ, არის ის რომ არ მოყვება მეხსიერების ბარათი და რა თქმა უნდა ცალკე შევიძინე მეხსიერების ბარათი. მაგრამ ეს აჯუქარი მივიღე ჩემი მშობლებისგან და ჩემი ძმისგან. ძალიან მადლობა, მაგრამ ძალიან ღირებული და ისეთი საჩუქრები მივიღეთ წელს. ჩემი საკუთარი თავისთვის ჯერჯერობით ჩემს თავს რა ვაჩუქებე? რაღაცა ესეთი არაფერი. მოსაფიქრებელია ესე იგი. კაი, მოვიფიქრებ, ნახოთ. მოკლედ, დღეს ვიყავი სამსახურში, Delete Office-ში, მოვასტარიტა დღეს მუშაობ ნახევარი დღე, ვინც გამო რომ აუცილებლად წავიდეთ ხაიფაში, ანუ გვიანდება და 6-ის მერე ვერ წავალთ, ამიტომ ნახევარი დღე ვიმუშავე, ეხლა მოვედი სახლში და ეხლა უკვე გავემართებით. მივდივართ მატარებლით. მატარებლის სადგური არის ძალიან ახლოს ჩვენ სახლთან, დაახლოებით 20 წუთში ვიქნებით, 15 წუთში არც კი. ძალიან კომფორტულია მატარებლის გზავრობა, ძალიან მიყვარს. 1 საათი გვჭირდება გზაში, მაგრამ ძალიან მალე გადის ხოლმე ეს 1 საათი. მაგრამ სანამ მატარებლის სადგურზე შევხვდებით, რაღაცები გამოვიწერე და მინდა ეხლა ზუსტად დღეს და გუშინ მოვიდა ამანათები, აუცილებლად გაჩვენებთ რა შევიძინე. ესე იგი, დამხტა კალცედონიიდან შეკვეთა, გამოვიწერე საცურაო კოსტიუმი შავი ფერის, ინდები ზოჰარადან და ტოპი არიციადან. მოდით ეს ვნახოთ ერთად. თეთრი მაისურის ძებნაში ვარ, აი, კარგი ხარისხის, აი, პრემიუმ ხარისხის. ხო და გამოვიწერე. და ნეტა იმედები არ გამიცრუდებოდეს. მგონი ორისთვის უფრო გამოვწერე ვიდრე ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდია, ახლა გაჩვენებთ. სამწუხაროდ მე მგონი ძალიან დიდი მომივიდა, მაგრამ არა უშავს, ანუ მიყვარს ზოგადად ესეთი სტილი. თუმცა მატერია საკმაოდ სასიამოვნოა. ნაჭერი. ცოტა სქელია. ახლა ვერ ჩავიცვო ამას. მარტო ოფისში წასვლის დროს რასაკვირველია, იმიტომ რომ ოფისში ყინავს. შემდეგი შენაძენი არის წინდები და გამოვიწერე აი ესეთი წინდა, ერთი წყვილი. ძალიან საყვარელია. შემდეგი არის ესეთი სადა შავი ფერის წინდა. უკვე მილას ბურტყლები აქვს და თეთრი წინდები, აი ასეთი. რომელსაც საყვარელი პატარა გული აქვს. მე მგონი ეს ვარდისფერი შეუკვეთე. და თეთრი რატო გამომიგზავნეს არ ვიცი, მაგრამ დაბრუნების თავიდან ნერვები არ მაქვს. ჩემი ამანათი არის კალცედონიადან, რომელიც არის საცურაო კოსტიუმი, სამკუთხედი ტოპით და ძალიან ლამაზი ტანზე. და ზუსტად ისეთია, როგორც მინდოდა, ანუ არც ძალიან მაღალწელიანი და არც დაბალწელიანი, რაღაც შუაში. და ძალიან მომწონს, ძალიან კაია. ეს იყო ჩემი ამანათები, რაც ამ დღეებში გამოვიწერე. კაი, წავედით, შევხვდებით ავტოსადგურზე. ჩაო! დამამიწყდა აღმენიშნა, რომ დღეს დილით ჩემმა მეუღლემ გამახარა ესეთი ულამაზესი ყვავილებით. გავიგონეთ. ჩამოვედით ხაიფაში. და ეხლა ველოდებით რომ ბიგმემს აგვიყვანოს. ბიგმე კეთილის მსურველმა. სავარაუდოდ ეს იქნება ორის მამა. ლიქში გავართ.
მოვედით ჩვენ საყვარელ ადგილას. რომ გადავხედოთ ამ ულამაზეს ხეთს. სხვა შორის ამ ხეთს რო წინაზე ვიღებდი, ესე მითხრეს რომ ცოტა ხანი დაგვაცადე, დავტკბეთო ჩვენ ცოტა. აბატონო, დატკბით. იქით ზღვა ჩანს. Hello. დღეს საღამოს გვაქვს ვახშამი, მოდიან ჩემი მული და mulis ქმარი. ძალიან უყვართ ჩემ დედათ მამამწელს ესეთი ბაღის ბლახიებსა ხერფიმ. נכון, זה מאוד. הלבן הזה, מה זה? מה זה? תקשיב, גילינו אותו ולפני איזה 3 שבועות במלחמה. כן, איזה יפה. הוא היה כזה, את יודעת, כזה 2.5 פרחים. אז הוא אמר לי, לא, את לא מבינה איך זה ייפתח. תראי. מושלם. רגע, אני רוצה להגיד משהו לאור. ნახეთ რა სილამაზეა ეს ყვავილები ახალი ეხა მიყვებოდა რომ ომამდე ვიყიდეთო ირანთან ომამდეო და მითხრესო რომ შეიძლებაო არც გაიხაროსო და შეხედეთ რა სილამაზეა ეს ბუები საღამოს ანათებს და ისეთი საყვარლობა მოიცოთ იყუში არ ვიცი წყობა ახალია აქეთაც კი ლამაზი ისეთი ხედია ძალიან ეს ცოტა დამჭკნარა ზაფხული ყვავილებისთვის თლად წარმატებული სეზონი არ არის. ზოგადად. ხო ეს ფლამინგოც ანათებს ხომ. ბუები, ესეთ ლამაზი ყვავილები. מה את אומרת? ממש יפים. גם זה חדש? חדש, כן. כן. איזה צחליה. אבל לא רואים אותך ניסים, רק את הסכין. רק את הסכין, כן, ואת הדג, כי זה יותר חשוב כמובן. ჩემი მამამ თილი აგერ ამზადებს რაღაცებს. ამასობაში ჩემმა ქმარმა თმად შეიჭრა და გალამაზდა. ეს დავაუთხოვე, სანამ გამოვიდოდი, მაგრამ რა განათება ღმერთო, ძალიან მოწონს. ეს დავაუთხოვე, სანამ გამოვიდოდი, მაგრამ დამეჭმუჭნა გზაში. სხვა შორის ჩემი მეუღლე მარტო ხაიფაში იჭრის თმას, სხვაგან აბსოლუტურად არსად. და ისეთი გაბურძგნული იყო ეხა ბოლო დღეებში, რომ აი ჯასტინ ბიბერი რო იყო ხოლმე ბავშვობაში სიგრძელი თვით აქამდე რო ქონდა ხოლმე. ზუსტად ეგრე გამოიყურებოდა და დავცინოდი ზუსტად ჯასტინა ხარ თქო. ეხა დამიბრუნდა ჩემი ქმარი. התחלות חדשות. לחבא בייביז. מעכשיו את רוצה להוציא את זה כבר? מה, כן. בדרך כלל אני עושה את השכבה הראשונה מלבנים. עבודה והכל, זה אף לא שווה את זה. אנשים שהיו באים פעמימות לא הפסיקו. למה הפסיקו? וזה לא נוח. ולמטה? את წუთში მოვა ჩვენი მატარებელი. გაბიქეცით, გვაგვიანდება.
ავტობუსზე. იმედია მივასწრებთ. წავედით ზღვაზე. მოვედით, მოვახციეთ. ულამაზესი ავგიჟდები ამ კონკრეტულ თანაპიროზე. სულ აქ დავდივართ ხოლმე. ეს არის იაფოსა და თელ-ავივს შორის. და ეხლავე გაჩვენებთ. სილამაზეა. ცოტა დაგვაგვიანდა უკვე 10 საათია, ვითომ უფრო ადრე გვინდოდა გამოსვლა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. Beautiful. ნადე? Ani გვალსა ხახტი. იმდენი ხანი აქ. ერთი წელი აქ არ ყოფილვართ და სულ გადამავიწყდა. ნახეთ. რა საოცრება. ზღვა იმალეზე აფეხნახონ. გადავწყვეტეთ აი აქ მოვთავსდეთ. მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს. ზღვა შესვლა კითხვის აკრძალულია და აი წითელი ხაზია თუ ხედავთ არ ვიცი. ამიტომ იქით მოგვიწევს წასვლა, იქით ცოტა იქით შეიძლება შესვლა. მაგრამ იქით ადგილი არ იყო. მასობაში ჩემი მეუღლე დაბრუნდა. ულამაზესი საზნელი. ვაი, ეს ზემა ახლა. ესელი? მოკლედ მეგობრებო, აი ეხლა, აი ამ წუთას ჩვენს წინ დაჯდა გალგადოტი. თავისი ოჯახით. ანუ ვერ გადავუღებ, იმიტომ რომ ესე ხელს ვერ შევუშლი და ვერ შევაწუხებ, რომ ადამიანი ზღვაზე გამოვიდა დასასვენებლად და მე მგონი რომ არ ესე ამოვნება. ამიტომ სიტყვაზე უნდა მენდოთ. მისი მეუღლე ვიცანი, პირველი და შემდეგ უკვე ჩემ ქორსაც უთხარი რომ მეთქი, აი მე მგონი ეს ჩვენი გალგადოტია თქო. ლამაზია ძალიან. ცოტა სერფერებს მიუახლოვდეთ, არ ჩანან კარგად. თუ უბრალოდ ჩემს ეკრანზე, ოსმოს ეკრანზე არ ჩანან. ძალიან სასიამოვნო წყალია. აი ამ ხელზე ვგიჟდები, ეს იაფორო ჩანს, აი არ ვიცი, ჩემთვის ეს არის რაღაცა ტოპის ტოპი. იმიტომ მიყვარს ძალიან აქ ამ სანაპიროზე გამოსვლა. რომელი საათია? ეს მაშა? კარგად. 12 საათიც გამხდარა მეგობრებო. იმედი არ დავიწვევ, იმიტომ რომ ზოგადად მე ვიწვევი ხოლმე და მე ღამეები ვეღარ მძინავს და მე ჩემი ქმარი დამცინის. კი და მეუბნება ღირსი ხარო, იმიტომ რომ როგორი რაღაცა რომ მგონია რომ არ ვიწვევით ეგრევე ვირუჯები, მაგრამ ამ დროს მაგრად ვიწვევით. თან ახლა ისრაელის ივლისის 12 საათის მზეზე ხო საერთოდ. ხო და მე მგონი всё, მორჩა, ახლა ჩილს შევეფარები. სხვა გზა არ არის. ეხლა არ ზის და გაჩვენებთ სადაც ზის. აი, სადღაც. აი აქ შედან.
So, Mama? Okay. ცოტა გავირუჯეთ, დავისვენეთ, კარგით რომ გავატარეთ. და ეხლა გავეშურეთ სახლისკენ. ისე მაინტერესებს თქვენ ჩემ ადგილას რას იზავთ, მიხვიდოდით, გალგადოთ თან? კი ვიცი რომ ანუ ჩემთვის და საჩემოდ კარგად შემეძლო გამომეყენებინა ეს შანსი ჩემი ვლოგისთვისაც, მაგრამ რატომღაც მისი პირადი სივრცე უფრო პირველ ადგილზე დავაყენე. არ ვიცი, თქვენ რას იზავდით? სხვადასხვა არ უნდა ვფამ გადაწყვეტილებას და თქვენ რას ფიქრობთ? სწორად მოვიქეცი თუ არა? ჩვენ კი მეგობრებო ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ვლოგში, რომელიც შაბათს არ გამოვა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი როდის იქნება, მაგრამ აუცილებლად იქნება პირობას გაძლევთ და იქნება ათენიდან, იმიტომ რომ მიდან ჩემი მეგობრები მივემგზავრებით საბერძნეთში, ათენში რამდენიმე დღით. მანამდე კი ვისაც არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ.